კლინიკური დიაგნოსტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, სამედიცინო დაწესებულება, სადაც დაარსების დღიდანვე კარგად ჰქონდათ გათავისებული, რომ მედიცინაში ყველაფერი ზუსტი დიაგნოზის დასმით იწყება და მხოლოდ დროულად და სწორად გამოტანილი დიაგნოზი იძლევა ეფექტური მკურნალობის გარანტიას. ასეა მედიცინის ნებისმიერ დარგში, ასეა გინეკოლოგიის სფეროშიც. აქ სხვადასხვა აპარატურა დგას, რომელიც საშუალებას გვაძლევს ყველაზე ბოლო სტანდარტებით გამოვიკვლიოთ პაციენტები, ძალიან ზუსტი დიაგნოზი დავსვათ, აქედან გამომდინარე სწორად ავირჩიოთ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკა. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც განვითარებულია მედიცინის დონე მაღალია, პრევენციას და ნაადრევი დიაგნოსტიკას ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. ნებისმიერი დაავადება, რომელიც თუ ის არის ნაადრევ სტადიაზე, ესე ვთქვათ, დიაგნოსტირებული, რა თქმა უნდა, ის გვაძლევს საშუალებას ეფექტურად უმკურნალოთ მას. ხშირ შემთხვევაში ოპერაციამდეც კი არ მივიყვანოთ საქმე და გარანტირებული ეფექტი მივიღოთ. თუმცა სამწუხაროდ ამის საშუალება იქიმს ყოველთვის არ ეძლევა. მით უფრო ქართულ სინამდვილეში, როცა პაციენტი სპეციალისტთან მხოლოდ მაშინ მიდის, როცა რაღაც სერიოზულად შეაწუხებს. პროგნოზი, რა თქმა უნდა, იგივე არ არის, როცა ჩვენ ასეთ პათოლოგიას ნაადრევ სტადიებზე, ნაადრევ ეტაპებზე დიაგნოზს ვუკეთებთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია დიაგნოსტირება ასეთი პათოლოგიების, მაშინ როცა პაციენტს არაფერი არ აწუხებს. გარდა ამისა, დიაგნოზის სიზუსტეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმის გადასაწყვეტად, თუ რა სახის მკურნალობის ჩატარებაა მიზანშეწონილი მოცემულ შემთხვევაში. პაციენტი, რომელიც მოდის, გაივლის მთელ ეტაპებს დიაგნოსტიკის, გამოკვლევების და მხოლოდ მაშინ თუ დადგინდება, რომ მას მართლა ჭირდება ეს უკვე ჩარევა ქირურგიული, ის უკვე ხდება უკვე ჩვენი პაციენტი ქირურგიის თვალსაზრისით. ესეც უნდა ჩვენ ვნახოთ და ზუსტად დავსვათ დიაგნოზი იმისათვის, რომ არ გავაკეთოთ ოპერაცია მაშინ, როცა ოპერაცია არ არის ნაჩვენები. ოპერაცია არ კეთდება ოპერაციისათვის, არა მხოლოდ მაშინ, როცა ოპერაცია მოიტანს შედეგს. შედეგის მომტანი ოპერაციების ტექნიკა კი დღეს 21 საუკუნეში დღითი დღე იხვეწება და განიცდის პროგრესს. ანუ პაციენტს ის მაქსიმალურად ზოგავს, ექიმისგან კი მეტ პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციას მოითხოვს. საერთო ტენდენცია ახლა უკვე ქირურგიაში და ონკოლოგიაშიც ეს ქირურგია ხდება დამზოგველი პაციენტისთვის. ეს ოპერაციები როგორც წესი უნდა იყოს ძალიან რადიკალური და აქედან გამომდინარე საკმაოდ მძიმე ოპერაციებია, მაგრამ ტექნიკა რომელიც ვითარდება ახლა საშუალებას გვაძლევს ეს სიმძიმე არ ვაგრძნობინოთ პაციენტს. ოპერაციები შეიძლება იყოს ტექნოლოგიურად უფრო დატვირთული, ითხოვდეს უფრო და უფრო დიდ კომპეტენციას ქირურგებისგან, მაგრამ პაციენტი ამას ვერ ზნობს, იმიტომ რომ პაციენტისთვის ესეთი ოპერაციები, რაც უფრო და უფრო მსუბუქი ხდება, უფრო ადვილად გადასატანი, ნაკლები გართულების სტატისტიკა და ბევრად უფრო სწრაფი აღდგენაა პოსტოპერაციული. ავიღოთ თუნდაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური პრობლემა გენიტალური პროლაპსი. თემა, რომელზეც მისი უაღრესად ფართო გავრცელების მიუხედავად ბევრს არ საუბრობენ, რომლითაც ქალბატონებს საკმაოდ ეშინიათ. თუმცა დღევანდელ დღეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად თანამედროვე გინეკოლოგიური ქირურგია უაღრესად ეფექტურ საშუალებებს გვთავაზობს. გენიტალური პროლაპსი ჩვენს ენაზე ამას ქვია, რასაც ეძახიან უფრო დემოკრატიულ ენაზე დაწევას, რასაც ეძახიან. ეს პრობლემა მენჯის ფსკერის სტატიკის, ანუ როცა ირღვევა ის სტრუქტურები, რომელიც იჭერს მენჯის ფსკერის ორგანოებს, სხვადასხვა მიზეზების გამო, შეიძლება იყოს ასაკობრივი ცვლილებები, ტრავმატიზმი, მშობიარობის დროს და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ირღვევა ეს სტატიკა და ჩვენ ვიღებთ აი ესეთ დაწევას, ან ზოგ შემთხვევაში გამოვარდნას, რომელიც არის ძალიან დიდი დისკომფორტი ასეთი პაციენტებისთვის. პაციენტი ფაქტიურად ასოციალური ხდება, იმიტომ რომ ძალიან უჭირს ამ შემთხვევაში გადაადგილებაც კი უკვე. შარდვის ფუნქციებიც დარღვეულია. ანუ შარდის ბუშტი არასწორად ფუნქციონირებს, ძალიან ხშირად ეს არის შეუკავებლობა, ან პირიქით შეკავება ხდება შარდის. მაგრამ ყველაფერი ეს შეიძლება განიკურნოს პაციენტისთვის ადვილი ქირურგიით. ქირურგისგან ესეთი ქირურგია ითხოვს მაღალ კომპეტენციას, მომზადებას, გარკვეულ პერიოდს იმისთვის, რომ აითვისოს ის ტექნიკა ქირურგიული, მაგრამ პაციენტი ასეთ ოპერაციას ადვილად იტანს. ასეთი ოპერაცია კეთდება დაახლოებით საათნახევარში
ძალიან ხშირად სპინალური ანესთეზიის ქვეშ ან პაციენტს აწძინავს, მეორე დღეს პაციენტი ფეხზე დგას უკვე, რაღაც გარკვეული დისკომფორტიც კი არა აქვს, რაღაც გამოხატული, მესამე დღეს სახლში მიდის და ძალიან სწრაფად ხდება ასეთი პაციენტების, ასე ვთქვათ, მწყობრში ჩადგომა. თარასთავარი ეფექტურია ეს ოპერაციები, იმიტომ რომ ვიყენებთ ახლა ჩვენ აი სპეციალური მასალები, ასეთი საიმპლანტაციო ბადეებია და ეს ბადე ასრულებს აი დასუსტებული ქსოვილის როლს, რომელიც მოეშვა იმ ფსკერში, რაც ჩვენ ვახსენებთ მეჯის ფსკერი, აი ეს ქსოვილი, რომელიც გადაგვარდა და გახდა ძალიან სუსტი, იმ ქსოვილს ჩაენაცვლება აი ეს სპეციალური ბადე, რომელიც ასრულებს აი ამ როლზე ძალიან ეფექტურია ამ შემთხვევაში ეს. ცალკე საუბრის თემაა გინეკოლოგიურ ქირურგიაში ლაპარასკოპიის შემოტანა, რევოლუციური ნახტომი მცირე ინვაზიური ქირურგიის განვითარებაში, მეთოდი, რომელიც კლინიკური მედიცინის ინსტიტუტში კარგი ხანია წარმატებითაა დანერგილი. ახლა ფაქტიურად ბუმია ლაპარასკოპიის, იმიტომ რომ ახალი თაობაც წამოვიდა ექიმები, ვინც ფლობდა სიტყვაზე დაუშვათ ღია ქირურგიას, ახლა იწყებენ გადამზადებას და ლაპარასკოპიას ეუფლებიან, გაიხსნა ცენტრი თბილისში, სასწავლებელი გაიხსნა ფირმა შტორცმა და მირკომ გახსნეს, ბრწყინვალე იგივეა დაუშვათ, რაც კლერმონ-ფერანში ეს ცენტრია, საერთოდ მსოფლიო ცენტრი ლაპარასკოპიის სწავლების. ძალიან წააგავს აი ამ ცენტრს, ის ცენტრი, რომელიც არის საქართველოში და ქართველი ექიმები ეუფლებიან ამ ტექნოლოგიებს, ამ დისციპლინებს. აქვე უნდა აღინიშნოს ვაგინალური ქირურგიის როლი და მნიშვნელობა ქირურგიულ გინეკოლოგიაში. ეს ქირურგიაც ისევ სწრაფია, დამზოგველია, ძალიან ეფექტურია და ფაქტიურად ჩვენ სექტორი არ აქვს გინეკოლოგიაში, რომელიც არ არის, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი ჩვენთან ან მე უკვე ქირურგიულ პრაქტიკაში. ერთი სიტყვით დღესდღეობით აქ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ქალბატონებისთვის გინეკოლოგიური მომსახურების სრული სპექტრია წარმოდგენილი, უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით, მაღალკვალიფიციური კადრებით და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებით. მთელი სპექტრია წარმოდგენილი აქ გინეკოლოგიური ქირურგიის, ჩვენ ნებისმიერ პრობლემაზე, ასე ვთქვათ, მუშაობთ, ჩვენ ვახსენეთ ონკოლოგია, ანუ ონკოლოგიური სექტორი საკმაოდ დატვირთულია, ჩვენ ვცდილობთ რომ ვიმუშაოთ პრინციპში ესეთი უახლესი სტანდარტებით, უახლესი მეთოდიკებით და შემოტანა ახალი სხვადასხვა ტექნოლოგიების, აი როგორც არის ულტრაბგერითის სიტყვაზე მაკრატელი, ლიგაშუე, ეს არის სისტემა, რომელიც აკონტროლებს სისძარღვებს სპეციალურად. კუსა არის სისტემა, ეს არის სისტემა, რომელიც სელექტიურად, ანუ შეუძლია შერჩევით შეუძლია მხოლოდ სიძარღვები გამოყოს და დატოვოს სიტყვაზე ნერვები. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ სხვა დონეზე უკვე. თუმცა დაგვეთანხმეთ, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების თუნდაც ისეთი კონცენტრაცია, როგორც ის აქ კლინიკური მედიცინის ინსტიტუტში გვხვდება, არაფერი იქნება, რომ არა ის ადამიანები, რომლებიც ამ ტექნოლოგიებით მუშაობენ. ანუ ექიმები, რომელთა ინტელექტისა და კვალიფიკაციის წყალობით ხორციელდება აღნიშნული ტექნიკური საშუალებების ადამიანების ჯანმრთელობის სამსახურში ჩაყენება. ყველაფრის თავში დგას ექიმი. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი აპარატი, რკინა ასე ვთქვათ, დავდგათ, მაგრამ თუ არ არის ამის უკან ადამიანის ინტელექტი, ადამიანის ხელი, ცოდნა, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს აპარატი და ეს რკინა, ეს აპარატურად დარჩება. ცოდნა ამ შემთხვევაში მედიცინაში ეს არის პირველი, რაც უნდა კონდეს ექიმს. სხვა რამესთან ერთად, მაგრამ ცოდნის გარეშე რა თქმა უნდა არაფერი გამოვა. და მაინც სამედიცინო ტექნოლოგიების ის დონე და რაოდენობა, რომელსაც კლინიკური მედიცინის ცენტრში ვხვდებით, არაერთხელ გამხდარა თვით წამყვანი ევროპული კლინიკების ექიმთა განცვიფრებისა და აღფრთოვანების საგანი. ბევრ რამეში ტექნოლოგიური თვალსაზრისით ჩვენი ინსტიტუტი ისეთ კონცენტრაციას წარმოადგენს აი ამ ტექნოლოგიების, ტექნიკის და ასე შემდეგ, რომ ფაქტურად იქ მე არ შემხვედრია ასეთი დაწესებულება, სადაც ამდენი რაღაცა ერთად წარმოდგენილი. მყავდა არაერთი კოლეგა, ჩემი უცხოელი ამ შემთხვევაში ეს საფრანგეთიდან ჩამოსული, ევროპიდან, ამერიკიდან, რუსეთიდანაც ყოფილან კოლეგები, პირველი შეკითხვა, როცა შემოდიან ინსტიტუტში, ისინი ამბობენ როგორ, აი საიდან. ამ შემთხვევაში ეს ბრწყინვალე მაგალითია იმისა, რომ მთავარია იყოს ნების ყოფა და ნება ამისი თორემ დანარჩენი ყველაფერი ალბათ თუ არის მონდომება თუ არის მიზანდასახული ეს პროცესი მიდის ამ შენებლობის და შეძენის ყველაფერი შესაძლებელია.
ყველაფერი შესაძლებელია. შესაძლებელია თუნდაც ის, რომ სულ 2 თვეში კლინიკური მედიცინის ინსტიტუტის გინეკოლოგიური განყოფილების საოპერაციოში 3 განზომილებიანი ლაპარასკოპიის აპარატი იდგეს. ის, რისი ფუფუნების უფლებასაც ბევრი ევროპული კლინიკა ვერ აძლევს საკუთარ თავს. ამ დღეებში დაიდო კონტრაქტი ფირმა შტორცთან და ჩვენ შევიძენთ კიდევ ახალი თაობის აპარატურას 3D გამოსახულება იქნება. 3D გამოსახულება ნიშნავს იმას, რომ ის ბრტყელი ეკრანი, რომელიც აგვაქვს ჩვენ ჯერჯერობით ლაპარასკოპიაში, შეიცვლება 3 განზომილებიანი გამოსახულებით, რაც საშუალებას გვაძლევს სულ სხვანაირად დავინახოთ უკვე ორგანიზმი, სულ სხვანაირად დავინახოთ ჩვენი საოპერაციო, ასე ვთქვათ, ველი. ბევრად უფრო ზუსტად შევასრულოთ იგივე ჟესტი ქირურგიული, ბევრად უფრო სწრაფად, ბევრად უფრო ეკონომიურად, ერგონომიულად თუ გნებავთ. ეს რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო იქნება. მე მოუთმენლად ველი ამ ტექნიკას, რომელიც უნდა ჩამოვიდეს ალბათ სექტემბერში უკვე იქნება და ვფიქრობ, რომ ესეც იქნება კიდევ ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც არა ბოლო რა, არა უკანასკნელი, რა თქმა უნდა. დიახ, ეს მხოლოდ ერთ-ერთი ნაბიჯია იმ მრავალთა შორის, რომელთა მომსწრეც გინეკოლოგი ირაკლი თოდუა კლინიკური მედიცინის ინსტიტუტში მუშაობის მანძილზე არაერთხელ გამხდარა და რომელთა მნიშვნელობასაც გამოცდილი ქირურგი გადაუჭარბებლად აფასებს. ძალიან კარგი და ძალიან სასიამოვნო პირობა, როცა მართლაც შენ გაქვს საშუალება წაიკითხო რაღაცა სიტყვაზე სიახლე, ან ინტერნეტში ნახო, იდეა დაგებადოს ამ იდეით, ესე იგი მიხვიდე უკვე ადმინისტრაციაში, არა, გაუზიარო და პრინციპში დაუმტკიცო ყველას, რომ ეს ჩვენ გვჭირდება, ეს წაადგება ინსტიტუტს, ეს ჩვენ წაგვიყვანს წინ და ამ შემთხვევაში როგორც წესი გადაწყვეტილება მიღებულია. ორმაგად მნიშვნელოვანია ამის გაგონება ექიმისგან, რომელიც შესანიშნავად იცნობს ევროპის სამედიცინო სფეროს და რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა საფრანგეთის წამყვან კლინიკებში. სულ რამოდენიმე დღის წინ კი ქართველი გინეკოლოგი საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების საპატიო ორდენითაც დააჯილდოვა. საფრანგეთში მე გავდიოდი სპეციალიზაციას 5 წლის განმავლობაში და კიდევ 5 წელიწადი მე ვიმუშავე ქალაქ პარიზში, იქ უკვე ვიყავი ექიმი ერთ-ერთ კლინიკაში. 2005 წლიდან მე ჩამოვედი უკვე საქართველოში და უკვე აქ დავიწყე ჩემი საქმიანობა გავაგრძელე. 6 წელიც შესრულდა უკვე. საქართველოში მუშაობის 6 წლის განმავლობაში ირაკლი თოდუა სამედიცინო მოღვაწეობაში ბევრი რამ შეიცვალა. თვისობრივად გაუმჯობესდა ქირურგიული ტექნიკა, დაიხვეწა მკურნალობის მეთოდიკა, შემოვიდა აპარატურა, რომელზე ფიქრიც კი წლების წინ ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა, თუმცა არ შეცვლილა ერთი. მე ან გინეკოლოგთა მთავარი გზავნილი ქალბატონებისთვის, მთავარი რჩევა, რომლის გათვალისწინებაც ასე იოლია თითქოს, იმავდროულად კი ასე მნიშვნელოვანი. ქალბატონებო, ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერი არ არის. გაუფრთხილდი ჯანმრთელობას, ესეც არ არის ძნელი. კი, მესმის ძალიან ბევრს არ უყვარს გინეკოლოგთან მისვლა და კონსულტაცია, სავსებით გასაგებია, მაგრამ წელიწადში 2-ჯერ ერთი პატარა კონსულტაცია. საკმარისია იმისათვის, რომ თქვენ იყოთ დაზღვეული ძალიან დიდი პრობლემებისაგან. პრევენცია ყველაზე ეფექტური მკურნალობა იმ მომავალი პრობლემების, რომელიც შეიძლება და არავის არ გუსურვებ, მაგრამ რომელიც შეიძლება ქალს ემუქრება ყოველ შემთხვევაში ამ ცხოვრებაში და ჯერჯერობით პრევენციაზე, ეფექტური ჩვენ არაფერი მოგვიგონებთ. ძალიან მარტივია, მისაწვდომია ფაქტიურად ყველასთვის. ნახეთ თქვენი ექიმები, გინეკოლოგები წელიწადში 2-ჯერ გაიკეთეთ გამოკვლევა და ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა. მაშასე, წელიწადში სულ რაღაც 2 ვიზიტი ექიმ გინეკოლოგთან და თქვენი პრობლემები ძირშივე აღმოიფრება. მით უმეტეს, როცა არსებობს შესაძლებლობა მიმართო ისეთ სამედიცინო დაწესებულებას, როგორც კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტია, მდიდარი ტრადიციებით და ნოვატორული ხედვით, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სამედიცინო სერვისით და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმ სასიამოვნო გარემოთი და გულისხმიერი დამოკიდებულებით, რომელიც აქ გელოდებათ.